ავალის აქვს ძალიან დიდი ისტორია, ფაქტობრივად 10 წლიანი. ეს არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების იდეაზე დაფუძნებული, როდესაც რამდენიმე მშობელი ასე ვფიქრობდით ჩვენი შვილების მომავალზე. ესე დაიბადა მაშინ იდეა, რომ ჩვენ თავად მოგვეგვარებინა ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც ჰქონდა ქვეყანაში. ბაბალე როდესაც დაიბადა, სიტუაცია ქვეყანაში იყო ძალიან რთული. შეზღუდული შესაძლებლობის კუთხით არც ცოდნა ჰქონდა ჩვენ ქვეყანას, არც გამოცდილება და მეტიც, ანუ მშობლები ვეძებდით სულ რაღაცა კითხვებზე პასუხებს, რომელსაც ვერ ვიღებდით და არ იყო მხარდაჭერილი ჩვენი მდგომარეობა არც ინფორმაციულად, არც ემოციურად და ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ გამოგვეწვიათ ცვლილება. გარდა იმისა, რომ საზოგადოების ცნობიერება აგვემაღლებინა, რომ თქვათ ახალშობილები სამშობიაროებში აღარ დაეტოვებინათ მშობლებს მათი მდგომარეობის გამო, ასევე საზოგადოებას გაეგო, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, არ არის გაზამთრები და ასე შემდეგ. და სწორედ ეს ჭრელმწინდების კამპანია და 21 მარტის აღნიშვნა ჩვენ დავიწყეთ ამ საქართველოში და მაქსიმალურად ვეცადეთ ისეთ კამპანიაზე გაგვეკეთებინა, რომ თითოეულ ადამიანამდე მისულიყო ეს ინფორმაცია. და დაახლოებით 2013 წელი იყო, როდესაც სწორედ ერთ-ერთი კამპანიის დროს ჩვენი გზავნილი იყო სოფლიო გზავნილი, მინდა მუშაობა და ამ გზავნილმა დაგვაფიქრა ის მშობლები, რომელსაც ჯერ ისე პატარები ჰყავდეს შვილები და საბავშვო ბაღში დადიოდნენ და სკოლაში უნდა შესულიყვნენ და მაშინ საბავშვო ბაღებში ჯერ კიდევ პილოტი იყო ინკლუზიური განათლების სკოლებში ახალი დაწყებული იყო ინკლუზიური განათლება და სტიგმა იყო ძალიან დიდი და მიუღებლობა ამ ადამიანების და ამ გარემოში მოგვიწია იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება და ჩვენ შვილებს ემუშავათ, გავხდარიყვნენ დამოუკიდებლები, როგორ იცხოვრებდნენ ჩვენს გარეშე მომავალში. სწორედ ამ ფიქრებში გავიცანით CSRD-ში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებდა სოციალური მეწარმეობის შესახებ დიდ პროექტს, რომლის ფარგლებში სხვა ადამიანებს საინიციატივო ჯგუფებს აცნობდნენ თუ რა არის სოციალური მეწარმეობა, როგორ შეიძლება ის გამოიყენო, შექმნა რაღაცა ბიზნესი, რომელიც სოციალურ იდეას ემსახურება. ჩვენც გავიარეთ ეს შეხვედრები და ტრენინგები, თუმცა ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებდი მე თვითონ ამ მიმართულებას, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს გამოცდილება საერთოდ არ მქონდა და არც იმ ადამიანებს, ვინც გუნდი ვიყავით დასაწყისში და შეგვეშინდა, რომ ამ ბიზნესს ჩვენ ვერ დავიწყებთ და ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, თუმცა თვითონ CSRD-ის თანამშრომლები დაგვეხმარნენ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ რომ რაღაც პოტენციალი დაინახეთ, მოტივაცია მთავარი ჩვენი, რომ მინდოდა ცვლილებები და დაგვესმინეს, რომ ეს გზა დაგვეხმარებოდა ამ ცვლილებების მიღწევაში. გავბედეთ და დავიწყეთ, დაახლოებით 10,000 ლარამდე ჰქონდა პირველი საგრანტო დაფინანსება, ეს ფაქტობრივად არაფერი არ არის, ვერც დანადგარსი ტივი, ვერც ვერაფერს, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა ეს იყო, რომ პატარა ხის პროდუქტებს ვქნიდით, ასე ვთქვათ, სუვენირებს, ზარდაფშებს, საფანქრებს, ჩანთებს, რომელიც გვინდოდა რომ ყოფილიყო ისეთი რომ მოწონებოდა საზოგადოებას და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პროდუქტის განვითარებაზე. ეს შეიქმნა ჩვენი 4-საფეხურიანი პროგრამა, რომელიც პირდაპირ არის დაფუძნებული მთლიანად ჩვენს პრაქტიკაზე და არა რაიმე თეორიულ ცოდნაზე. და რომელიც იწყება 12 წლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა რომ ადამიანები დავასაქმოთ, ანუ
მივხვდით ამას, რომ უკვე ზრდასრული რომ მოდის, რომელთანაც იწყებ თავიდან უნარების განვითარებაზე მუშაობას, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამის პარალელურად დავიწყეთ ქვედა ასაკში ჩასვლა და გავჩერდით 12 წლის ასაკში, სადაც უკვე მოზარდებს გააზრებული აქვთ გარკვეული საკითხები და მზად არიან გარკვეული უნარების განვითარებაში, რომელიც მას მერე პროფესიულ კარიერულ წინსვლაში ეხმარება. და ესე იწყება ეს ჩვენი საფეხურები. პირველი საფეხურია შემოქმედებითი, სადაც 12 წლის ბავშვები შემოდიან და ძირითადად შემოქმედებით პროცესში არიან ჩართულები, სხვადასხვა ჯგუფებიან და სხვადასხვა დროს დადიან ისინი ბაბალეში. ამ შემოქმედებითი საფეხურის დროს ივითარებენ იმ უნარებს, რომელიც მერე ნებისმიერ პროფესიაში გამოადგება. და შემდეგ უკვე ყავს ფსიქოლოგი ამ პროფორიენტაციის პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც ამ ყველა საფეხურების აკვირდება და ჩართულ ბავშვებს, მერე იქ გადაფასებები ხდება, შეფასების სისტემაც გვაქვს გაკეთებული, როგორ ვაკეთებთ ამას და შემდეგ შეფასების შედეგად გადადის უკვე მეორე საფეხურზე, ეს არის წინა პროფესიული საფეხური. როდესაც უკვე ეს მოზარდები ერთვებიან ბაბალეში, რაც კეთდება უშუალოდ პროდუქციის კეთების პროცესში, რომ ვთქვათ ეს პერიოდი დაახლოებით 1-დან 2 წლამდე გრძელდება თითო საფეხური, რასაც უყურებს ამ გარემოში, მერე ის როგორ იქნება, ამის სწავლას იწყებს. და პარალელურად იწყებს დასწავლას, რომ კიდე სხვა პროფესიები არსებობს გარდა ბაბალესი. შემდეგი საფეხური გვაქვს უკვე სტაჟირების საფეხური და ამ სტაჟირების საფეხურზე ოფიციალურად ენიშნება სტაჟირების ანაზღაურება როგორც ბაბალეში, გარდა მაგისა ეცნობიან სხვა პროფესიებსაც. ჩვენ მეგობრობთ სხვადასხვა კომპანიებთან, მათთან უმრავლესობასთან მემორანდუმი გვაქვს, როგორთან უბრალოდ თანამშრომლობა და რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ სამუშაო მოასინჯინონ თავიანთ გარემოში ჩვენს ახალგაზრდებს. და ძალიან კარგი მაგალითები ქონდა უკვე რამდენიმე სასტუმროში, ვთქვათ, სხვადასხვა კომპანიებში, როგორც ვთქვათ, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, ისე შეიძლება საოფისე სფერო იყოს. და ამაში ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი არის ევროკავშირის შეტანილი და ზოგადად სოციალური მეწარმეობის არსი გავიგეთ სწორედ მათი მეშვეობით და ევროპაში ძალიან ბევრი კარგი მაგალითები არსებობს უკვე სოციალური მეწარმეობის და როგორ მუშაობენ. ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება და უფრო მეტ წარმატებას ვაჩვენებთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ რეალიზებულები და ბედნიერები ამ საზოგადოებაში და ამას აუცილებლად მივაღწევთ.